ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ლიტერატურული სალონის წევრებმა პროექტის „სულთა გადაძახვის“ ფარგლებში დოკუმენტური ფილმი აჰმედ მელაშვილი აჩვენეს. პროექტის მიზანი თურქეთში მცხოვრები ჩვენებურების ღვაწლის გაცნობა. ფილმი დასრულებულ სახეს მას შემდეგ მიიღებს, რაც ლიტერატურული სალონის წევრები ერთკვირიანი ექსპედიციის სტამბოლში ქართული ხელოვნების სახლს მოინახულებენ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია აჰმედ მელაშვილის ვაჟის იბერია მელაშვილისა და მისი ოჯახის წევრების გაცნობა. დოკუმენტური ფილმის გადაღება ქართულ სოფლებში ბურსასა და ინეგოლში გაგრძელდება. ფილმის ჩვენება მოხდა პროექტის ფარგლებში. პროექტის სახელწოდება გახლავთ სულთა გადაძახილი. მთავარი მიზანია ამ პროექტისა გახლავს ის, რომ თურქეთში მცხოვრები ქართველები რამდენად ინარჩუნებენ ეროვნულ შანსს, მაშინ როცა ისინი ცივილიზაციის შერწყმასთან ერთად მოხდა თუ არა ქართული ტრადიციების ზეჩვეულებების ენის შენარჩუნება. პროექტისთვის მზადება დავიწყეთ აპრილის თვეში. აქედან მოყოლებული ჩვენ ვსწავლობდით აჰმედ მელაშვილის ისტორიას. ვცდილობდით გაგვერკვია, როგორ ცხოვრობდა ის თურქეთში და როგორ ვცდილობდა შეენარჩუნებინა ქართველობა იქაური მუჰაჯირებისათვის. ჩვენ ახლა ჩავალთ თურქეთში, გავეცნობით ქართველებს, მოვინახულებთ ქართულ სოფლებს და უკვე აქ დაბრუნებულები შევხვდებით ბათუმელებს და გავეცნობთ მათ აჰმედ მელაშვილის ისტორიას.